ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ოპერაციაში მონაწილეობის მიღების მიზნით საქართველოსთან ჯარისკაცების გაგზავნას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა. მისიაში მონაწილეობისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების 2 ოცეული გაიგზავნება. პარლამენტს აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები წარმატებით ართმევენ თავს ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის მიერ წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში თავს. მათ აქვთ სრული მხარდაჭერა მისიის მხრიდან და შესაბამისად მოლაპარაკებების შედეგად მისიამ გთხოვა, რომ გავაგრძელოთ ვადა 2 თვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ მისიის წარმატება დასრულებისთვის. ზოგადად პრინციპის წინააღმდეგ ნამდვილად არ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომ საქართველოს თავის წვლილის შემტანი იყოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ეს საბოლოო ჯამში ჩვენი ინტერესების სამსახურია. კონკრეტულ ამ მისიასთან დაკავშირებით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში განმარტება გაკეთდა პრეზიდენტის წარმომადგენლისგან, რომ ეს რაოდენობა განპირობებულია ევროკავშირის მოთხოვნილებიდან და შესაბამისად ადეკვატურია. საქართველოს გახლავთ არა მხოლოდ მომხმარებელი საერთაშორისო უსაფრთხოების, არამედ კონტრიბუტორი. ამ მისიის ხელმძღვანელი არის საფრანგეთი ცენტრალურ აფრიკაში და ჩვენ ვართ რიგით მეორე კონტრიბუტორი, ანუ რაოდენობით რიგით მეორე ამ მისიაში წარმოდგენილები, თუმცა ეს რაოდენობა შემცირდება და თუ კი გვექნება საქართველოს პარლამენტის თანხმობა, ეხლა უკვე ახალი წლიდან 3 თვით იქნებიან 2 ოცეული.